აღარც უცხონი ხართ, აღარც ხიზნები. ეხლა რა თქმა უნდა ამ სოფელში ხიზნები ვართ, რა თქმა უნდა, მაგრამ ვერ გძნობთ ხიზნად თავს თუ ჩვენ ქრისტეში ვართ. თუ ჩვენ ქრისტეში ვართ და ეს ყველაზე მეტად განიცდება ეკლესიაში, ჩვენ აუცილებლად გვექნება განცდა მყუდროებისა. აი მაგალითად აზარტული თამაში გამახსენეთ, აზარტული თამაში ცოდვათ ითვლება. ეს შენ წააგებ, არ მოიგებ, დააზარალებ ოჯახს, არ დააზარ, უმრავლეს შემთხვევაში აზარალებენ ყველაფერს საკუთარ თავს, უმრავლეს შემთხვევაში სასტიკ დღეში ვარდებიან, მაგრამ თავარი მაინც ეს არ არის. თავარი მაინც არის მოთამაშის შფოთიანი სული და გული. გესმით რა დღეში უნდა იყოს მისი შინაგანი სამყარო, როდესაც თამაშობს და ესე იგი ვერ იგებს და რა დღეშია, ხო? რა დღეშია. ამის საწინააღმდეგო მდგომარეობა მყუდროება. და ვისაც თამაში უყვარს და ვერ ელევა მას, მისთვის შეუძლებელია ღმერთი უყვარდეს, იმიტომ რომ ღმერთი არის სიმყუდროვე, სიმყუდროვეში ბედნიერება. გესმით, ადამიანს არ უნდა ჯოჯოხეთი უნდა რა. უნდა ჯოჯოხეთი, ხა ჯოჯოხეთი უყვარს და ღმერთი არ უყვარს და თუ ადამიანი ცდილობს რომ ჭეშმარიტად ქრისტიანი იყოს, მას ექნება აუცილებლად გამოცდილება რა ბედნიერება ღვთისნების მყუდრო ნავსაყუდელში ყოფნა. აი რა შევა მაგალითად უფალი ადრის წიწილას, რომელიც თავის კრუხის ფრთებს მოექცევა. ბევრი სიმბოლური სახე შეიძლება მოვიფიქროთ, მაგრამ ეს აბსოლუტური დაცულობის, აბსოლუტური სიმყუდროვის, აბსოლუტური კომფორტის, ფუფუნების, ბედნიერების, სიხარულის, რა სიტყვები გამოვიყენო, რა შეიძლება განიცდიდეს ადამიანი, როდესაც ღვთის სიმყუდროვეში იმყოფება. და ამის განცდა და ამის გამოცდილება ჩვენ უნდა გქონდეს აუცილებლად წირ და დაცულობა, რა თქმა უნდა გქონდეს წირვის დროს, ზიარების დროს. ეს მდგომარეობა გვაძლევს, გვაგებინებს ამ სიტყვებს, უცხო აღარა ვართ, ხიზნები აღარა ვართ, არამედ ვინა ვართ მაშინ წმინდათა თანამოქალაქენი, აი წმინდანები რო არიან, ხო თქვა იგივე დღეს ხსენებული დიდი მოწამენი, ხო გიორგი კონსტანტინე, ეს მათი თანამოქალაქეები ხვდებით და ღვთის სახლეული, ეს დიდებული სიტყვები პავლე მოციქული. ღმერთის ოჯახის წევრები, სახლეული მაგას ნიშნავს. მეტი რა გითხრას, ღვთის ოჯახის წევრი ხარო გეუბნება, ნამდვილი შვილი ხარო, მეტი რა უნდა გითხრას. მაგრამ ამის განცდაა საჭირო, აქვე სანამ ხორცი ვარ.